რვიანის ბოლოს სტუმარი ანი მიროტაძე ეროვნული ფორუმის აღმშვიდობის ანი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის მე მაინტერესებს ვიკითხო თქვენი პოზიცია ეროვნული ფორუმის პოზიცია იმ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოსაზრება რაც ხდება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის. გამარჯობა ნინო, მივესალმები მაყურებელს და ვიდრე თქვენ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, მე მინდა ვთქვა რომ 15 წლის წინ ჩემს ქვეყანაში გიორგი სანაია მოკლეს და მე ამ დრომდე ძალიან წუხარ, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მკვლელობა ბუნდოვან გარემოებებში ჩადენილი და ამ დრომდე ჩვენ არ გვაქვს პასუხი, რეალურად არ გვაქვს პასუხი რა მოხდა მაშინ და ძალიან ცუდია რომ ეს იყო 15 წლის წინ ჩვენ ყველანი ვიყავით მაშინ ამის მომსწრე და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის რომ ჩვენს ქვეყანაში პროცესები კარგად არ მიმდინარეობდა და შესაძლოა ამის გამოძახილიც არის რაც ხდება დღეს საქართველოში რომ ძალიან ბევრი გამოუძიებელი საქმე კი რა თქმა უნდა გამოუძიებელი საქმეები და რომელსაც არ გაუწია პასუხი რა თქმა უნდა, სწორედ ამას გულისხმობ და აქ მივდივარ ახლა, როდესაც ქვეყანაში მოქალაქეებს, მათ შორის პრეზიდენტს არ აქვს იმის განცდა, რომ მისი უფლებები არის დაცული, მისი უსაფრთხოება არის დაცული, ასეთ შემთხვევაში ადამიანებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ეტყვი, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუციებით, შემდგარი ხელისუფლებით და ძალიან წუხარ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს არის ისტერია, სახელისუფლო ისტერია, რომელიც გრძელდება და მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს იქნებოდა ასე, ვინაიდან როდესაც მე საუბრობ, რომ როდესაც სასამართლოში საქმე კარგად არ არის, როდესაც ძალოვან უწყებებში საქმე კარგად არ არის, როდესაც ადამიანები დარჩნენ, სისტემის ნაწილები დარჩნენ საგამოძიებო ძალოვან სტრუქტურებში, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებიან მოტივირებული იმისთვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ უკეთეს ქვეყნის მშენებლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის, რატომ პრეზიდენტი არ მივიდა და არ განაცხადა საგამოძიებო სტრუქტურაში, მხოლოდ იმის გამო, რომ მან ზუსტად იცოდა, რომ ამ ფაქტს არ მოყვება და არანაირი რეაგირება. მე ასე ვფიქრობ, ასე გავიგე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი რატომ არ მივიდა. მაგრამ როგორ ფიქრობთ პრეზიდენტი მაინც უნდა რა თქმა უნდა ის უნდა მისულიყო, იმიტომ არა რომ ეს ახირება ან ასე შემდეგ პირველის ვალდებული იყო საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე, ვინაიდან ის თუ ვერ დაიცავს საკუთარი ოჯახის ინტერესებს და საკუთარი ოჯახის წევრების ინტერესებს, მაშინ რა გარანტია უნდა გქონდეს რომ ის იქნება ყველა საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესების დამცველი ეს ერთი და მეორე ძალიან ცუდი სიგნალი იყო ეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამაზე, რომ ადამიანები მოქალაქეები, რიგითი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში დადგებიან ძალიან სერიოზული საფიქრალის წინაშე. მაშინ რა ხდება თუ პრეზიდენტი არის დაუცველი, მისი ოჯახი არის დაუცველი, მაშინ რა შეიძლება მოხდეს რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში, როდესაც შესაძლოა ძალოვანი სტრუქტურების წარმოქმნება, როდესაც მეაკითხონ, ამიტომ ეხლა რამდენად დარწმუნებული იყო შოთაძის უწყებაში ის იპოვიდა თუ არა სამართალს, ეს მოდი სხვა საკითხი, ან რა დახვდებოდა პროკურატურაში, მაგრამ ის რომ მყისიერი რეაგირება უნდა ქონოდა პრეზიდენტს, რადგან ის იყო ვალდებული, რადგან ის არის არჩეული პრეზიდენტი და მას აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია, ეს არის ფაქტი და კიდევ ერთხელ ეს უნდა გაეკეთებინა საქართველოს მოქალაქეების გამო. რაც შეეხება იმას, უნდა მოხდეს თუ არა ამ ფაქტის უსწრაფესი გამოძიება, რა თქმა უნდა მოხდეს, უნდა მივიდეს თუ არა, ანუ უნდა ჩატარდეს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები, რა თქმა უნდა ჩატარდეს. ეხლა ეს პროკურატურაში პრეზიდენტი თვითონ მივა თუ პროკურატურის წარმომადგენლები მივლენ პრეზიდენტთან, ფაქტი არის რომ ეს საქმე გამოძიებული უნდა იყოს მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს. მოცემულობა გვაქვს ახლა ჩვენ გავიგეთ რომ პრეზიდენტმა აღიქვა ზეწოლად კონკრეტული ჩხრეკის ფაქტი, როგორც მოგვიანებით დააზუსტა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს ჩხრეკა ჩატარდა მისი ოჯახის წევრის, მისი შვილის, მეუღლის, რომ არ დავაზუსტოთ ახლა ის ტერმინები, რომელიც გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ოჯახის წევრის, ეს არის მისი ოჯახის წევრი, ეს არის ფაქტი ხარ. მე მაინტერესებს, აი ამ მოცემულობით თქვენ რაში გეპარებათ ეჭვი, რა შეიძლებოდა აღიქვა პრეზიდენტს ზეწოლად? არა, მე არ ვიცი, როდესაც მსგავსი ფაქტი მოხდა, პრეზიდენტი ვალდებული იყო, გაერკვია იყო თუ არა ეს ზეწოლა. ქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკური ნიშნით მისი ოჯახის წევრის მიმართ გარკვეულ ზემოქმედებას. და თუნდაც იმისთვის, რომ მას თვითონ არ დარჩენოდა გარკვეული კითხვები და უნდობლობა საკუთარი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, ამის გამო უნდა გაეკეთებინა ეს. მე რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ შესაძლოა იყო ჩასაფრებული პოზიცია მისი ოჯახის წევრის მიმართ. არ მეპარება ეჭვი, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მემკვიდრეები წინა რეჟიმის, დარჩენილები ამ
ცენტრალოვან სტრუქტურებში, ზოგი დააწინაურეს და ზოგი ისე მყარად დატოვეს ძველ პოზიციებზე. პრობლემა ეს არის. ამიტომ გამოიწვია ეს ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს პროცესები. ხო ჩვენ მუდმივად ლაპარაკობთ, რომ ჩვენ დავიწყეთ, აღვადგინეთ სამართლიანობა, ვერ აღვადგინეთ, არ არის შეიქმნა საგანგებო საგამოძიებო დეპარტამენტი, იცით, მოიკითხეთ შედეგები ძალიან სასაცილოა ამ დეპარტამენტის მუშაობის, ვინაიდან ქვეყანაში სადაც 100,000-ობით საქმედებს პროკურატურაში და ელოდება თითოეული მოქალაქე, თითოეული დაზარალებული პირი გამოძიებას, ეს ამ საქმეების გამოძიება ხდება ძალიან ცუდად, ძალიან ნელა, არ ვიცი რატომ რა უშლის ამას ხელს, შესაძლოა ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ამიტომ მას ობიექტური ეჭვი შეიძლება ქონდეს, რომ ეს იყო მასე ზეწოლა და ობიექტური გარემოება შეიძლება ქონოდა, რომ აზრი არ ქონდა პროკურატურაში წასვლას, იმიტომ რომ შესაძლოა ეს საქმეც არ გამოძიებულიყო, მაგრამ ერთი არის რა სჯეროდა მას და მეორეა რა ვალდებულება ქონდა. მას როგორც საქართველოს პრეზიდენტს ვალდებულება ქონდა, რომ იმავე დღეს ჩაეყენებია საზოგადოება საქმის კურსში. ახლა მოდით საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პოზიციასთან დაკავშირებით. საოცარი არის ახლა ეს პოზიცია, ძალიან ცუდად მივიღე, რომელიც ვთქვათ, მე არ გულისხმობ მანენა კობახიძის კონკრეტულ განცხადებას, მან დღეს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ უსაყვედურა, მან ჩათვალა, რომ ეს იყო არაეთიკური ჩანაწერი, ვინაიდან მან არ იცოდა თუ იწერდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჟურნალისტთან როდესაც მსგავს რამეს ამბობს რესპონდენტი და თვითონ არ ფრთხილობს, ჩვენ გვაქვს ამისი გამოყენების შესაძლებლობა, მით უმეტეს თუ მივიჩნევთ, რომ ეს საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. აი ამ კომენტარს საერთოდ არ ვაპირებდი ამ კომენტარზე კიდევ კომენტარის გაკეთებას მართლა და მეც გეთანხმებით, როდესაც ჟურნალისტი მუშაობს, მისთვის ყველა ხერხი გამოსაყენებელია, თუ ის არ ცდება კანონის ჩარჩოებს, მაგრამ მე სხვა რამეს მე მაინტერესებს აი დანარჩენზე ვაპარაკობ, აღქმულია ვთქვათ, მძიმე განცხადებები კეთდება პრეზიდენტის მისამართით, პრეზიდენტი თვითონ შეეხო კახი კალაძეს, მაგრამ კახი კალაძეც გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ და ჩვენ ნახეთ, რომ მან ჭორაობა და ამორალური ქმედება, პოლიტიკური ისტერია და რაღაცა მსგავსები პრეზიდენტის განცხადებების საპასუხოდ, რომელიც მის მიმართ პრეზიდენტმა ასევე გააკეთა. რა სიტყვით მთავრობის კალაძეს რაც შეეხება, ვიდრე იქნება კორცხელი გამოუძიებელი და ვიდრე იქნება შენარჩუნებული ეს ვითარება კორცხელთან დაკავშირებით, კალაძის მიმართ მუდმივად იქნება კითხვები და კალაძის სახელი და გვარი მუდმივად იქნება ხსენებული, ეს უნდა იცოდეს კალაძემ და მის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კორცხელის ინციდენტის გამოძიება, თუ ის არაფერ შუაში არ არის, იმიტომ რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს და რა თქმა უნდა არავის აქვს უფლება, ვინმე გაიშვიროს ხელი და თქვა დაადანაშაულოს იმაში, რომ რაღაც კონკრეტულ ფაქტში ვიღაც არის დამნაშავე. ამიტომ მე მოუწოდებდი და ურჩევდი კახი კალაძეს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გამოძიებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს პროცესი. თუ ეს არ იქნება, მაშინ ის უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ყველა კორცხელის გახსენებას აუცილებლად იქნება ნახსენები მისი სახელი და გვარი, რაც არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება იმას, ეხლა მოგწონს თუ არ მოგწონს კონკრეტულად შენი ქვეყნის პრეზიდენტი. შეიძლება მოგწონს, შეიძლება არა, შეიძლება ეთანხმები, შეიძლება არა, შეიძლება ნანოფ რომ მისი საარჩევნო შტაბის წევრი იყავი და არჩევნებში მასთან ერთად მონაწილეობდი. ამას არანაირი მნიშვნელობა ახლა არ აქვს. ეს ადამიანი არჩეული არის 2018 წლამდე საქართველოს პრეზიდენტად. ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენ თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები ვალდებულები ვართ, რომ ამ ინსტიტუტს ვცეთ პატივი. კიდევ ერთხელ პრეზიდენტის ინსტიტუტს ვცეთ პატივი. ამით ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, ჩვენს დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. თუ ეს არ გაქვს, მაშინ არ შეგიძლია მართო ქვეყანა, ვინაიდან პასუხისმგებლობა ვერ გექნება ვერცერთ. ამიტომ ნახეთ, მე ძალიან საოცარი მოცემულობა. მე ველოდებოდი, რომ ყველა გამოვიდოდა და მიმართავდა საგამოძიებო უწყებებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომხდარიყო ამ ფაქტების გამოძიება და არ დარჩენილიყო არც ერთი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ხელისუფლებასაც აზარალებს ეს დღევანდელი მოცემულობა პრეზიდენტის განცხადებები და რო აღარაფერი თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებზე წინ არჩევნებია 74 დღეა დარჩენილი რითმიდის ხელისუფლება ამ მრჩეველთან რა უნდა უთხრას ძალიან მაინტერესებს რა უნდა უთხრას ამას ვნახავთ ალბათ წინასაარჩევნოდ მე ფინალური კითხვა მაქვს ასეთი, როდესაც ოცნებას დღეს აქვს ასეთი აღქმა, რომ პრეზიდენტმა დაკარგა ნეიტრალური არბიტრის როლი და გადაიხარა უფრო სხვა მიმართულებით იქით, საითაც თქვათ ამ მომენტისთვის თავად ოცნება მოიაზრებს მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს. მე მაინტერესებს დაეთანხმებოდით თუ არა ამ განცდაში ოცნებას, რომ პრეზიდენტმა გადაინაცვლა პრაქტიკულად ეს არის შეფასების
მიღების საკითხი არის, ხა პრეზიდენტს რამდენად ყოფნის იმის უნარი, რომ მან ზუსტად იცოდეს, რომ ის ქვეყნის პრეზიდენტია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, შეიძლება მოსწონდეს ის რომელიმე პოლიტიკური ძალა, იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, ამ თქვათ, არ ვიცი, პოლიტიკური მეგობარი, ეს მისი საქმე, მას შესაძლოა კონდეს გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა. როდესაც ადამიანი ლაპარაკობს ზეწოლაზე ლაპარაკობს, რა შუაში აქვს პოლიტიკური სიმპათიები, რა შუაშია. მე არ ვიცი, შესაძლოა მას აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ კონკრეტულ ფაქტზე ვლაპარაკობთ. მოდი ჯერ ამ კონკრეტულ ფაქტზე გასცეს გამოძიება პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე არის თუ არა პრეზიდენტი, ამ თქვათ კიდე რაღაც 1000 ვერსია მოვისმინეთ დღეს სოციალურ ქსელებში. თუ ეს ასე გაგრძელდება, მე კიდევ ერთხელ თქვენ გახსოვთ ალბათ ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ ის რაც ხდება სასამართლოში, ეს არის ქაოსის დასაწყისი. მე დღეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ის რაც ხდება დღეს სასამართლოში არის ქაოსი უკვე და ამ მესამე ხელისუფლების როგორც სისტემის ჩამოშლა უკვე დაწყებულია. ხელისუფლებამ ამაზე უფრო იფიქროს, ვიდრე რა ორიენტირი აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ანი მიროტაძე, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი პასუხობდა რვიანის შეკითხვებს. მადლობა. გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. შევხვდებით ხვალ 20 საათზე. გმადლობთ.